სანამდე მივიდა ქართული ოცნების პოლიტიკა ევროკავშირთან ურთიერთობების ნაწილში და რა რისკებს გვიქმნის თითოეულ ჩვენგანს სერგი კაპანაძესთან დავიწყებ საუბარს. მოგესალმებით სერგი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დემოკრატიის უკუსვლისთვის ქართული ოცნება ძვირფასს გადაიხდის. ეს იყო კაია კალასის მთავარი გზავნილი, ესე ვთქვათ, ამ დღეების განმავლობაში. უფრო მკაფიოა ეს ბოლო გზავნილები, ესე ვთქვათ, ქართული ოცნების მისამართით შესაძლო სანქციები, ამ სანქციების ხარისხის, ესე ვთქვათ, ზრდა და ასევე არეალის გაფართოებაც ხომ, მოსამართლეები, enabler ბიზნესები, SWIFT-ი და ესე ვთქვათ, სექტორული სანქციები. ბევრი საკითხი განიხილება ევროკავშირში. პასუხად იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისა, რასაც ეს რეჟიმი დგამს, ყველაფერი არის მაგიდაზე, როგორც იტყვიან, ყველა საკითხი იყო განხილული, როგორც ჩვენთვის ცნობილი არის ამ ბოლო საბჭოზე. რა თქმა უნდა, პაკეტზე ჯერ კონსენსუსი არ არის, მაგრამ ამ პაკეტში ყველაფერია ნახსენები, რაც თქვენ თქვით ეგენი, მაგრამ ასევე არის საუბარი თეორიულად კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზეც და ასევე ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების რაღაც ნაწილების შეჩერებაზე. ეს უკანასკნელი სხვათა შორის არ საჭიროებს კონსენსუსს, იმიტომ რომ თვითონ შეუძლია ევროკავშირმა, რომ თუ ქვეყანა არ ღვევს ასოცირების შეთანხმებას, ამაზე შეუძლია დაიწყოს პროცედურა, რომელიც გათვალისწინებულია თვითონ ხელშეკრულებაში. მაგალითად, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებულია პირდაპირ პროცედურა დარღვევის აღმოფხვრისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მიმართავს საქართველოს, ეთქვის, რომ არ ღვევს და იქ ზედაპიროდაც რო გადახედოთ 1.7 მუხლი ირღვევა, როგორც ამ კანონებით, მოგეთ რომელიც ახლა მე ზედალებში შევიდეთ, მაგრამ მარტივად რო ვთქვა, 7.8 მუხლი ირღვევა, ღიადთან, აი ის დისპუტის რო არ არის ეგრე და ამას მე უნდა მოყოს გამოსწორება. გამოსწორების გამოსწორება არ მოხდა, ამის მერე უკვე ევროკავშირი გადადგამს ნაბიჯებს, რომ ეს ხელშეკრულების რაღაც ნაწილები შეაჩეროს. უვიზოზეც იგივე ლოგიკა ვრცელდება უკვე. ოღონდ უვიზომდე მივა, უვიზო კიდე ცალკე პროცედურა არის. ასევე ასოცირება თავისუფალი ვაჭრობა შეიძლება შეაჩეროს ეგრეთ წოდებული მეორე მუხლის დარღვევის გამო. მეორე მუხლი არის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა, რომელზეც სხვა შორის საუბარი იყო ახლა ისრაელთან მიმართებაში. და ჯერ შეჩერებულია პროცესი, მაგრამ საუბარი ამაზე იყო, რომ აი ღაზაში მიმდინარე სხვა მოვლენების გამო ისრაელთან შეეჩერებია. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ ყველაფერი არის მაგიდაზე. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე უფრო მტკივნეული რაც არის, ქართულ ოცნებისთვის მტკივნეულზეც დავბრუნდები, მაგრამ მე ვამბობ საქართველოს მოსახლეობისთვის არის ეს, რომ როგორც ჩანს ევროკავშირში ძალიან ყოველთვის ამბობდნენ, ძალიან სერიოზულად უყურებენ იმას, რომ საქართველოს არ ღვევს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. შარშან დეკემბერში გამოქვეყნდა აგრეთ წოდებული მეშვიდე მოხსენება, ასეთაც იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს რას არ ღვევს და გაგახსენებთ, რომ შარშანი, როცა ეს გამოქვეყნდა, ჯერ საქართველოში ეს ესკალირებული ავტორიტარიზაცია არ იყო დაწყებული, ხო, ანუ 6 დეკემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად იმის მერე მოხდა ყველაფერი, ხო, აქ, მაგრამ მაშინაც კი ეუბნებოდა, რომ რაღაცები გაქვს გასაკეთებელი. და სხვა შორის აი ეს უვიზო მიმოსვლა როდი პასპორტების ფლობელებს შეუჩერეს, ის იანვარში რაც მოხდა, ხო, ეგ იყო პასუხი იმ დეკემბრის მოხსენებაში და დარღვევებიც იყო ნახსენები. ეს წერილი, რომელიც ახლა გამოგზავნა, როგორც ჩანს, მოიცავს ბევრ საკითხს, მაგრამ ძირითადად ისევე ეყრდნობა იმ დეკემბრის მოხსენებას. იქ პირველი პუნქტი, ანუ პირობებში, რომელიც ჩამოთვლილია, არის საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებების დაცვა და ჩამოთვლილია უფლებების შეკრების თავისუფლება და ასე შემდეგ. რომელშიც, რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდის მოვლენებიც არის მოქცეული. მაგრამ მაგის გარდა კიდე რაც ჩამოთვლილია, ეს არის ზოგადად გამოსწორება მდგომარეობის კანონების მხრივ და კიდევ ერთხელ მაშინ არ იყო ამ 20 კანონის უმრავლესობა მიღებული, მაშინ მარტო ეგრეთ წოდებული რუსული კანონი იყო მიღებული და LGBT-ზე იყო კანონი მიღებული, გახსოვთ ხო ეს ჩაშანდელი, იმაზე იყო საუბარი, მაგრამ ის პირველ მუხლში ყველა ეს კანონი მოიაზრება, ასევე არის როგორც ჩანს საუბარი იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული და უკვე კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც ეხება არალეგალურ მიგრაციას. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ ევროკავშირი უყურებს ამას ასე, რომ შარშან დეკემბერში გითხარით რა იყო პრობლემა, იმის მერე არაფერი არ გააკეთეთ, პირიქით გაუარესდა მდგომარეობა, გაგაფრთხილეთ ამაზე, რომ ეს იყო გასაკეთებელი. ახლა გეკითხებით 31 აგვისტომდე გვითხრათ, აგვისტოს ბოლომდე გვითხრათ, რა გააკეთეთ იმ რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით და თუ პასუხი იქნება, რომ არაფერი და ეხლა თქვენ რაც აჩვენეთ
აი ეს განცხადებები ხო ჩემი აზრით სულად უთავმოყარეო პოლიტიკოსების პირდაპირ ვამბობ რომელსაც უბრალოდ დაწერილი სასაუბრო talking point-ები რასაც ქვია მაგით საუბარი შეუძლიათ და ვერაცნობიერებენ იმის უკან რამხელა პრობლემა დგას და ამით რაღაცა ნაცარს გვაყრიან თვალში მაშინ როცა პრობლემა არ მიდის გვერდზე ხო არსად არ უჩინარდება რაღაცო სექტემბრამდე არ შეიკრიბება პარლამენტი და ამიტომ ვერაფერს ვერ იზამთრო და აგერ მთელი სესია იყო და მაშინ მიეღოთ ყურადღებით და მაშინ მოკიდებოდნენ სერიოზულად უბრალოდ ამ სესიის განმავლობაში დაკავებული იყვნენ წარმოუდგენლად ანტიდემოკრატიული კანონების მიღება გაუარესებით იყვნენ დაკავებული. ახლა მაგას ვინ დაიჯერებს რომ აი ახლა ზაფხულია და ვერ მივიღებთ და ამიტომ არ ხნათ. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ როგორც ჩანს აგვისტოს ბოლოს ამათი პასუხი იქნება ისედაც ველით არაფერს არ გავაკეთეთ შეიძლება რაღაცას თავისი ბოდვას deep state-ის გამოუყურონ შიგნით და ამას მერე მოყვება რეაქცია. სამწუხაროდ როგორც ჩანს რეაქცია იქნება უვიზო რეჟიმის შეჩერება. რა არის ყველაზე მტკივნეული ქართული ოცნებისთვის? აი რა არის ჩემი აზრით ქართულების ყველაზე მტკივნეული არის ნაწილი სანქციების რომელიც ასევე მაგიდაზე დევს თავს განიხილავენ მათ შორის ეს არის პიროვნული სანქციები ჩემი ღრმა რწმენით ყველა ის ადამიანი რომელიც ხელს უწევდა ამ კანონებს მათ შორის ის საუბრობდნენ აქ ეგენი აუცილებლად სანქცირებული უნდა იყვნენ იმიტომ რომ მაგათი პირადი დამსახურება არის რომ საქართველოს 20 კანონზე მეტი ყოველად არადემოკრატიული მიიღო ბოლო 3-4 წლის განმავლობაში და ეგენი არიან ისინი ვისაც პირველ რიგში უნდა შეეზღუდოს როგორც მინიმუმ ევროპაში გადაადგილება როგორც მინიმუმ გაგრძელებული სხვა სანქციებით მაგრამ ყველაზე უფრო მტკივნეული სანქციები ჩემი აზრით იქნება იმ ადამიანების და იმ ჯგუფების დასანქცირება რომლებიც ამ რეჟიმს ასაზრდოებენ იქნება ეს ინეიბლერების ეგრეთ წოდებული რა თქმა უნდა ინეიბლერებს იქნება ეს ფინანსური კუთხით მედია პროპაგანდის კუთხით თუ სხვა კუთხით რომელსაც ევროკავშირზე ასევე აქვს ინფორმაცია და ამაზეც არის როგორც ვიცი საუბარი აქ არის პარადოქსი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მორიგჯერ იქნას მხილებული აი ამ რეჟიმის ანტიქართული ნაბიჯები პარადოქსი რაში მდგომარეობს რო იყოს შესაძლებლობა რომ ეს სანქციები მარტივად იქნას მიღებული იმიტომ რომ ამ სანქციებში ჭირდება კონსენსუსი გესმით და შესაბამისად კონსენსუსი ჭირდება ყველა ქვეყნის თანხმობა ხო თავიდან ავიცილებდით უვიზოს გაუქმებას CFTA-ის გაუქმებას ასოცირების და ასე შემდეგ არ დავისჯებოდით ჩვენ და ორბანი რო ამ ქართულების თხოვნით არ ბლოკავდეს ამ სანქციებს მაშინ არ დადგებოდა დღის წესრიგში მაგალითად უვიზო რეჟიმის დაკარგვა ამიტომ ეს არის პარადოქსი კი არა ეს არის აი კიდე ერთი მაჩვენებელი ამათი მართლა ანტიქართული ნაბიჯების როცა თავის თავს გადაირჩენენ ასე გონიათ ოღონდ ყველას დაგვაკარგიებენ უვიზო რეჟიმს ოღონდ აქ ერთამეს დავამატებ მაინც ვერ გადაირჩენენ იმიტომ რომ ეს სანქციები არის გარდაუვალი აქ არის საუბარი იმაზე დღეს მოხდება ხვალ თუ ზეგ მოხდება იმიტომ რომ დაბლოკავს ორბანი რომ აი რაღაც ხვალდაზე გარიგნას მიღებული ინდივიდუალურად შემოვა მათ მაინც არ ექნებათ ის კომფორტი როგორც ეხლა აქ გონიათ რომ გადაადგილდნენ ისე როგორც უნდა და აკეთონ ის რაც უნდა სერგი თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყავით. მინდა რომ აი პროცესიც აღვუწეროთ ჩვენს მაყურებელს პრაქტიკაში რას ნიშნავს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. ანუ რა ტიპის ინფრასტრუქტურა, რა ტიპის კადრები, რა ტიპის პროცედურები უნდა აღდგეს იმისთვის, რომ თუნდაც ვიზისთვის რიგში ჩადგომის უფლება გქონდეს, ხომ? ანუ რაღაც პერიოდი იქნება, როდესაც იზოლირებულები დავრჩებით. მგონია რომ ბევრს არ ესმის პროცედურულად და ბიუროკრატიულად რასთან შეიძლება გქონდეს ახლა რაც არის საუბარი რაც მოყვება სავარაუდოდ ამ ოცნების უპასუხისმგებლობ ნაბიჯებს იქნება არა გაუქმება არამედ შეჩერება suspension ანუ ხო დაპაუზება ასე ვთქვათ რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს 6 თვეა თუ არ ვწდები რაც ნიშნავს იმას რომ საქართველოს მოქალაქე რომელიც აქამდე უვიზოთ მიდიოდა ვეღარ წავა უვიზოთ მას მოუწევს ვიზის აღება და რიგში ჩადგომა აქ ეხლა თქვენ მკითხეთ როგორ არის ასე ვთქვათ პროცედურულად მაგრამ აქ სერიოზული პრობლემები მოყვება ამას ახლავე გეუბნებით და რა არის ეს პრობლემები აქ არსებული საკონსულოების უმრავლესობას ვიზების გაცემის ინფრასტრუქტურა აქვს შემცირებული ანუ რა თქმა უნდა ისევე დარჩათ იმიტომ რომ იგივე სასწავლო სამუშაო და სხვა ვიზებზე როდესაც მიმართავ ისევე არის ეს მაგრამ მარტივად რო გითხრათ ადამიანური რესურსიც არა აქვთ ისევე როგორც ინფრასტრუქტურა მაგალითად გახსოვთ თქვენ გერმანიაში რომ საქართველოსთან ხალხი მიდიოდა საფრანგეთში რამხელა რიგები იდგა რამდენი კონსული ემსახურებოდა და რა ინფრასტრუქტურა ეგ ახლა აღარ არსებობს იმიტომ რომ ეგ მოთხოვნა აღარ არის ხო პირდაპირ გადაადგილება უმრავლესობა ადამიანების ეგ ნიშნავს იმას რომ ამ მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსის აღდგენა დროსთან არის დაკავშირებული ამიტომ ჩვენ რო სამწუხაროდ კიდე ერთხელ ამას შეგვიჩერებენ
ყისიერად ვერ გადაეწყობიან ეს ელჩუები იმის იმაზე, რომ უცბად ადამიანებმა მეორე დღიდან ვიზის მიღება შეძლოთ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს ასევე კიდევ ერთხელ პოლიტიკას როგორზე გადავწყვეტ, თუმცა ბიუროკრატიული ამბავი არის და ამიტომ ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს მოქალაქეებს უდავოდ. ამ პრობლემებში პირველ რიგში იგულისხმება, ეხლა ყველა რაღაც ამ უბიზო რეჟიმს ლაპარაკობს, რაღაც წარმოიდგენს რაღაც იაფი ფრენა ქუთაისიდან და რაღაც გართობა. ეგ არ არის საქართველოსთვის მთავარი უბიზო რეჟიმის კუთხე. ეგეც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქუთაისიდან ფრენას მათ შორის და ზოგადად ევროპაში მოგზაურობას თავისი ეკონომიკური ბენეფიტები მოყვება, აქ ხალხის ჩამოსვლა მოყვება, მათ შორის ის რომ ეს რეისები არსებობს, მაგიტო არსებობს. ეს რეისები ეს უფასო რეისები ხომ მაგიტოა, ხო? მაგრამ თავარი პრობლემა სხვა არის მან. უამრავი ადამიანი მიდის სამკურნალოდ. უამრავი ადამიანი მიდის მათ შორის რაღაც ბიზნეს კონკრეტული შესაძლებლობების განათლება, ხო? განათლებას კიდე ცალკე ვიზა მაინც ჭირდება, როცა გრძელვადიანი განათლებისთვის მიდიხარ, ხო? მაგრამ ეს ამარტივებს იმას, რომ მანამდე შეგიძლია ჩახვიდე და სხვა. მაგრამ სამკურნალო გზავრობას პირველ რიგში და აი ეს ბიზნესისთვის, ასე ვთქვათ, მოსამზადებელ რაღაცეებს, ხო? ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ანუ შენ როცა გინდა ბიზნეს კავშირი დაამყარო ვიღაცასთან, ჩადიხარ მარტივად იმ ქვეყანაში, ხვდები ხელსარქმე რაღაცაზე თანხმები და მოდიხარ, ეს აღარ გექნება. ისევე გექნება, უბრალოდ დროში გექნება გაწერილი და ძალიან დიდი დისკომფორტი, ფინანსური პრობლემა და სხვა იქნება. ამიტომ მაგრამ აქ მეორე რამე მინდა კიდევ რომ ვთქვა რა, ეს არ არის ის მომენტი, რომ თვითონ ეხლა დაპაუზდება და მე აღდგება. ჩვენ ეხლა რა ტრაექტორიაზეც ვართ ამ რეჟიმის გამოისობით. ეს არის დაღმა მივექანებით, სადაც აღარ არსებობს მეტი, ასე ვთქვათ, გასაჩერებელი. მით უმეტეს თუ შევხედავთ სომხეთს, თუ შევხედავთ მოლდოვას, ანუ ჩვენს გარშემო რაც ხდება, როდესაც ისინიც კი ჩვენ ეხლა მივართ, აი collision course-ასაც ქვია, ანუ ყველა სიკეთე რაც გვაქვს ჯამში მივიდივართ ამის გაუქმებისკენ. იმიტომ რომ ეს ასოცირდება თავისუფალი ვაჭრობა, ხო ბიზნესები უკეთ ერკვევიან და უკეთ იტყვიან ამას, რომ რაფხელა მომგებიანი იყო საქართველოსთვის ამ ბოლო წლების განმავლობაში, ხო? იქ ეხლა შეზღუდვა იქნება, შეჩერება იქნება, დაპაუზება იქნება, თუ რაღაც სექტორული სანქცია იქნება, ბიზნესისთვის სერიოზული პრობლემაა ეს რა. მაგრამ ამ პირ როგორ პირი არ უჩანს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა. ეს არის ასევე დიდი რისკი. ძალიან დიდი მადლობა სერგი რომ იყავით ჩემთან ერთად. სერგი კაპანაძე იყო ჩვენთან ერთად.